პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მასწავლებლებისთვის ორდღიანი კონფერენცია განათლების მინისტრის მოადგილემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გახსნეს. კონფერენციაზე მოხსენებების სხვადასხვა საგნის 59 მასწავლებელმა წაიგეს. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული თემები წარუდგინეს. ცენტრის თანამშრომლებმა კი წარმოადგინეს დემოკრატიული კულტურის კომპეტენცია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების, ექსპერიმენტების, სწავლებისა და ბუნების შემეცნებაში განათლების როლის შესახებ. დღევანდელი კონფერენციის თემაა გამჭოლი კომპეტენციები, ციფრული რაოდენობრივი, ინტერკულტურული და სხვა ტიპის კომპეტენციები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც დღევანდელი მოსწავლეებისთვის, ასევე მომავლის მოქალაქეებისთვის. არც თუ ადვილი სასწავლებელია საგანმანათლებლო კონტექსტში. რამდენადაც საგანზე ორიენტირებულმა მასწავლებელმა უნდა ყურადღება მიაქციოს ამ საქმის ცხოვრებასთან კავშირს, სწორედ ამ კომპეტენციების განვითარებას. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ეს არის ეროვნული მასშტაბით ტარდება, არიან პედაგოგები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული. ისინი მოისმენენ ამ კონფერენციაზე იმ სიახლეების შესახებ ინფორმაციას, რაც იგეგმება და უკვე ინერგება საქართველოს განათლების სისტემაში.